საღამოშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია სტუდია ნომერი 8. დღეს სამშაბათია, ტრადიციულად 9-ის ნახევარზე ხვდებით ერთმანეთს. ამ გადაცემის წამყვანი გახლავართ მე, თორნიკე კივილაძე, ხოლო დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ ქართული იდეის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, ბატონი გეგა ხვედელიძე. ძალიან მძიმე და სამწუხარო ეთერი გვაქვს დღეს გამომდინარე იქიდან, რომ წინა კვირაში გასულ ოთხშაბათს გარდაიცვალა ჩვენთვის უსაყვარლესი და უძვირფასესი ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი უახლოესი მეგობარი ბატონი ლევან ჩაჩუა, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. არაერთი კეთილშობილური საქმე აქვს მას განხორციელებული და თავისი ლომის წვლილი შეტანილი საქართველოში არსებული საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების საქმეში. სამწუხაროდ ბატონი ლევანი გარდაიცვალა და დღეს ვეცდებით, რომ ასე ვთქვათ, ეს გადაცემა მიეძღვნას მის მიერ განვლილი გზის გაშუქებას და გეგა მე ამაში დამეხმარება. გეგა, მიმართეთ მაყურებელს და ნელ-ნელა დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. მოგესალმებით ყველას, მშვიდობას გისურვებთ, უფლის წყალობას. როგორც თორნიკემ აღნიშნა, მძიმეა ეს პერიოდი ჩვენთვის ყველასთვის. საერთოდ ახლა გარდაცვალებას ქრისტიანი მართლმადიდებლები უყურებთ როგორც მარადისობაში დაბადებას და არა დასასრულს, არამედ ჭეშმარიტი ცხოვრების დასაწყისს და ჩვენ უფალს ვსასწრებთ, რომ ჩვენი უფროსი მეგობარი და თანამებრძოლი ლევან ჩაჩუა მარადისობაში დაიბადება, სასუფეველს დაიმკვიდრებს, მისი განვლილი გზა, მოწამეობრივი ბოლო დღეებიც და თვეებიც ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს, ამის თქმის მამათა სწავლებით ადამიანი, როდესაც აი ესეთი მძიმე მომაკვდინებელი ავადმყოფობით იტანჯება და მაინც უფალს ადიდებს და მადლობს, ის სრულიად განიწმინდება და ასე ეგებება სასუფეველს, ასე ეგებება სიკვდილს და სასუფეველს და იმკვიდრებს ღვთის სამეფოს განწმენდილი და ჩვენ ხედავდით, პირადად ხედავდით, რომ უკანასკნელი დღეები, როდესაც მისთვის ესეთი მძიმე და ტკივილიანი იყო, ხო, მას გააჩნდა მეოთხე სტადიის კიბო ქონდა, მთელი სხეული მოიცვა მეტასტაზებმა. ფაქტობრივად ბოლო 40 დღის განმავლობაში საკვები მას აღარ მიუღია, საერთოდ არაფერი უჭამია 40 დღის განმავლობაში, ქონდა გაუსაძელესი ტკივილები და ვეღარ უყუჩებდნენ ამ ტკივილს ვერანაირი საშუალებით და სულ იძახდა დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, იყოს ნება ღვთისაო. აი ამას ამბობდა ყოველთვის და ბოლო წუთებშიც უფალს მადლობდა და ადიდებდა. ხატი ჰქონდა, მაცხოვრის ხატი ჩახუტებული, კოცნიდა და ადიდებდა ღმერთს. ეს არის სამაგალითო ფორმა გარდაცვალებისა. ერთ-ერთი ეპისკოპოსი იყო მოსული და დასვენების წინა დღეს უბრალოდ სამძიმრის სათქმელად ოჯახისა და ამ ეპისკოპოსს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ აი მე ვნატროფო როგორც სასულიერო პირი და ღვთისმსახური და ჩვენ უნდა ვნატრობდეთ, აი ასე შევეგებოთ სიკვდილს, როგორც ლევანი შეხვდა მის ბოლო წუთებსო და ღმერთმა ეს ყველა შეგვაძლებინოს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჩვენ ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. ოქროპირი იოანე ოქროპირი ამბობს, დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, აი ეს სიტყვები ვთქვათ ყოველთვის, ყველა გაჭირვებაში, ყველა განსაცდელში, ყველა ჩვენი ცხოვრების გამოვლენებაში ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთს. ეს არის მაცხოვნებელი და ამას შეიწირავს უფალი, ამას მოჰყვება ჩვენი წოდოთა შენდობა და სასუფეველის დამკვიდრება და ღმერთმა ყოველი ეს შეგვაძლებინოს და ზეციურ სასუფეველში გაგვაერთიანოს. მოგვარჭოს ერთობა, მარადისობაში ერთობა, რაც არის ჩვენი ცხოვრების ამოცანა, ადამიანის ცხოვრებას აქვს ერთადერთი მიზანი და დანიშნულება რეალურად. ყველაფერი სხვა არის საშუალება ამ მიზნის მისაღწევად და მიზანი და ამოცანა სიცოცხლისა და ცხოვრების არის ცხონება, ღვთის სასუფეველი ღმერთთან მარადიული ერთობა. ამისთვის არის ადამიანი შექმნილი, ამისთვის გაჩნდა ადამი ედემის ბაღში ღმერთმა რომ დაასახლა
სწორედ აი ამ მიზნითა და ამოცანით, რომ ღმერთთან ერთად სამოთხისებული ნეტარება გაუზიარა ღმერთმა ადამიანს და ღმერთთან ერთობა არის ერთადერთი ჩვენი ცხოვრების ყოფიერების არსი. და აი ეს მოგვანიჭოს, ამისთვის გვაცხოვროს, ამისთვის გაცოცხლოს უფალმა და ამ გზით წარმართოს ჩვენი ცხოვრება. არასდროს არ გადაგვეხიოს ამ გზიდან, ადამიანს ხშირად წარიტაცებს ხოლმე ამ სოფლიური დებათა ღელვები და ივიწყებს ამ თავარ მიზანს და ამოცანას, რისთვისაც ადამიანია გაჩენილი და რისთვისაც არის ადამიანი მოწოდებული და ჩვენ ყოველმა ეს უნდა გულისხმოთ და დაუბრუნდეთ ხოლმე რა წამს წარგვიტაცებს წუთისოფელი, კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ ორიენტირს და სწორება მასზე გავაკეთოთ და ეს ღმერთმა შეგვაძლებინოს. გეგა, ლევან ჩაჩუა თქვენი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო. როგორ დაახასიათებდით მას, როგორც პიროვნებას? ახლა საერთოდ ლევანს ადამიანები ახლა ძირითადად იცნობენ, ვინც გარეშე ადამიანები მისი საზოგადოებრივი პოლიტიკური აქტივობიდან, მაგრამ მთავარი ღირებულება რაც ადამიანში ის ადამიანობის მომენტია და საიდანაც ყოველი მომდინარეობს, რამე თუ ადამიანს პიროვნული შინაგანი გულის მდგომარეობა არ აქვს, სწრფელი და სუფთა, ის არც პოლიტიკაშია ღირსეული და არანაირ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევს. თავარი არის ადამიანის შინაგანი გულის მდგომარეობა და ამ პიროვნებას გააჩნდა ეს წრფელი გული გააჩნდა და ამ წრფელი გულით ემსახურებოდა ის. ჩვეულებრივად ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და ღმერთმა მიუტევოს მას თუ კი რაიმე ჰქონდა და ჰქონდა, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ყველას გვაქვს, მაგრამ თავარი მისი გულის მდგომარეობა და მისი შინაგანი მდგომარეობა იყო წრფელი. გულწრფელი სიყვარულით მოქმედი ადამიანი იყო, ღმერთის მორწმუნე ადამიანი იყო, აღმსარებელი, მაზიარებელი, მმარხველი, მლოცველი, როგორც წეგან თქვი ღმერთს მუდამ მადლობდა, ადიდებდა, ცოცხალი და ჭეშმარიტი რწმენა გააჩნდა, მეგობრობაში იყო უღალატო, თანამდგომი, მოყვარული, მოყვასისთვის გამღები, თავგანწირული ბუნება ჰქონდა, ნამდვილად ჰქონდა თავგანწირული ბუნება, შეეძლო მეგობრისთვის თავი დაედო და მეგობრისთვის მსხვერპლი გაეღო, იყო ასეთი ადამიანი და ეს ძალიან დიდი ღირსებაა და სამაგალითო თვისებაა და რა თქმა უნდა ჩვენ ამას მუდამ გვემახსოვრება და ჩვენს გულებში ის ასეთად დარჩება ყოველთვის და ჩვენი ლოცვები იქნება წრფელი მისთვის აღვლენილი რომ ღმერთმა შეიწყლოს და აცხოვოს. ლევანი პოლიტპატიმარი იყო. როგორ აღმოჩნდა ის ციხეში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში? რეალურად ლევან ჩაჩუას პატიმრობა ის იყო აღმსარებლობითი ღვაწლი. მე და ლევანს ერთი მოძღვარი გვყავდა, ერთი სულიერი მამის შვილები ვიყავით და ამ მოძღვარმა თქვა მისი წესისაგების დროს, რომ ეს იყო აღმსარებლობითი ფორმა მისი პატიმრობა. ანუ დამოწმება ჭეშმარიტებისა, ჭეშმარიტის არწმუნოებისა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ტყუილა ყოველ მიზეს გარეშე უბრალოდ ეთერში ყოფნის დროს 2009 წელს კავკასიის ეთერში, როდესაც აპროტესტებდა ერთ-ერთი მწერლის უწმინდურ ანტიქრისტიანულ ღვთისმგმობ ნაწარმოებს, თუ შეიძლება მას ნაწარმოები ეწოდოს, კრეხელობას, აი სწორედ ამიტომ რაღაცა გარკვეული არაწმინდა ძალების მოქმედებით, პროვოკაციებითა და იმ დროს ახლა ყველამ კარგად ვიცით რა რეჟიმი მართავდა საქართველოს, აბსოლუტურად ანტიქრისტიანული ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებული პოლიტიკური ძალა იყო ეს, ეშმაკის მსახურებაში მყოფი, პირდაპირ შეიძლება ეს ასე ითქვას, მათი ყველა გამოვლინება, რასაც იმდროინდელი მართველი ელიტა ეწეოდა, ეს იყო ღმერთის წინააღმდეგ ომი, გამოცხადებული ომი ღვთის წინააღმდეგ და აი მათი ესე იგი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ზუსტადაც პოლიტიკური და იმიტომაც არის პოლიტპატიმარი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით და არა დანაშაულით, მას არანაირი დანაშაული არ შეედინა ეთერში, იჯდა უბრალოდ ეთერში ჯდომის გამო. იხსენებდა ხოლმე, რომ როდესაც ციხეში საუბრობდითო, რომ აი ვის რა ჩაუდესო, ხო, მე ვიცინოდი ხოლმე, რომ მე ტელევიზია ჩამიდესო, ანუ აბსოლუტურად ადამიანს არაფერი არ დაუშავებია, უბრალოდ იჯდა ეთერში. მაგრამ აი ამ პროტესტის გამო, ამ წინააღმდეგობის გამო, რასაც ის ამ კრეხელობის წინააღმდეგ გამოავლენდა და ამბობდა და აფიქსირებდა,
ხო არის ქრისტე ამბობს ვინც მე წინაშე კაცთა მაღიარებს მე მას ზეცაში მამისა და ანგელოზთა წინაშე ვაღიარებ ვინც მე მაღიარებს წინაშე კაცთა მე ვაღიარებ მას მამისა და ანგელოზების წინაშე ღვთის სიტყვებია ხო ქრისტესი და აი ეს იყო ქრისტეს დამოწმება ამას ქვია აღმსარებლობა იყო დამოწმებელი ამისა და აი ამის გამო მოხვდა ციხეში გაატარა 4 წელი შემდეგ შეეხო ამინისტია ეს იყო უმძიმესი პერიოდი მის ცხოვრებაში როდესაც ციხეში იყო დაუზიანდა ჯანმრთელობა ხერხემლის პრობლემები შეექმნა იქ ცუდი პირობების და გამო დაემართა ღვიძლის C ჰეპატიტი რადგან ამ ხერხემლის პრობლემების გამო ტკივილგამაყუჩებელს რომელსაც მას უკეთებდნენ საერთო შპრიციდან კეთდებოდა ეს ტკივილგამაყუჩებელი და ამ საერთო შპრიცით ინფიცირებული შპრიცით მას დაემართა C ჰეპატიტი დაუზიანდა ღვიძლი და ნუ აი ესეთი ჯანმრთელობა დაზიანებული და სრულიად დაუძლურებული გამოვიდა 2012 წელს საპყრობილიდან და მას აქვს დაწერილი წიგნი ორსები 2013 წელს 2012 წელს და როდესაც ის გამოვიდა ციხიდან მან დაწერა წიგნი აი ამის შესახებ გითხავთ მან წიგნი დაწერა აღთმული ქვეყანა თუ ორსები მიუღწეველი ქვეყანა დიახ მიუღწეველი ქვეყანა და რას ეძღვნება მისი წიგნი რომელიც მან პატიმრობისას დაწერა ნუ ეს არის წმინდა ნიკოლოზ სერბი არის ეს დიდი მამა სერბი მამა არის მღვდელმთავარი წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ველიმეროვიჩი რომელიც მოღვაწეობდა და ებრძოდა მაშინდელ ესე იგი ამ ნაცისტურ რეჟიმს და ნუ ლევანის ერთ-ერთი ძალიან საყვარელი წმინდანი იყო ეს წმინდა ნიკოლოზ სერბი შეეწიოს მისი მეოხება ღვთის სასუფეველის გზაზე რომელსაც ახლა ის ადგას და აი ნიკოლოზ სერბს აქვს იგივე სათაურით დაწერილი წიგნი მიუღწეველი ქვეყანა და აქვს ანალოგია ნუ ზუსტად ისევე იმ სტილში აქვს ეს ნაწარმოები შექმნილი ნიკოლოზ სერბს ზუსტად იმ ფორმით როგორც ლევანს ანუ ლევანმა ასე ვთქვათ მისი ეს ნაშრომი გადმოაქართულა ნიკოლოზ სერბს მოუწია მაშინ ნაცისტური გერმანიის და ბოროტებასთან ბრძოლის დროს გულაგებში ყოფნა ტანჯურის ცხოვრება გაიარა და მან დაწერა ეს წიგნი მიუღწეველი ქვეყანა და აი ზუსტად იგივე ანალოგიით მან აღწერა ციხეში ყოფნის დროს აღწერა ესე იგი ის მდგომარეობა რაც მაშინდელმა ნუ ამ სააკაშვილის რეჟიმმა იმ დროინდელ საჯელახსრულების დაწესებულებებში გაამეფა და ის წამება ის ძალადობა ის ბოროტება რაც მაშინ მოქმედებდა და სხვადასხვა ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ წიგნის დაწერის პროცესიც იმიტომ რომ ეს წიგნი მან ციხეში ყოფნის დროს დაწერა ლევანმა და ციხიდან რომ გამოვიდა შემდეგ გამოსცა და დაწერის ფორმა იყო ესეთი რომ წვრილ ფურცლებზე ის წერდა ამას წვრილი ასოებით ნატურას ფეხებთან დაიდებდა გადაიფარებდა საბანს ჩამოწევდა ამ ნატურას რომელიც ეს დაგრძელებული ქონდა მავთულით რაც დამზადებული კუსტარულად იქ საკანში ანთებდა ამ პატარა ნატურას ღამე რა როდესაც დაიკეტებოდა ყველაფერი და ჩაბნელდებოდა და აი ძალიან ესეთი წვრილ ფურცლებზე წერდა აი ამ წერილების პატარ-პატარა ფორმით წერდა ამ წიგნს, ამ ნაწარმოებს. და შემდეგ, როდესაც მოძღვარი შემოდიოდა ხოლმე, ამ მოძღვარს ჯიბეში პირში იდებდა იმაში, ცელოფნის პარკში გადახვეულს აი ამ ფურცლებს და როდესაც თავზე ოლარს გადააფარებდა მღვდელი შენდობის ლოცვის წაკითხვის დროს ახსარებას როდესაც ამბობდა, ჯიბეში უგდებდა აი ამ წერილს და ამ ფორმით ეს ყველაფერი გამოდიოდა. და დაგროვდა ხო ამ ციხეში მისი ყოფნის პერიოდში. როდესაც ნენელა იწერებოდა ანუ ეს წიგნი ციხეში ყოფნის დროს, როდესაც გამოვიდა ლევანი ეს ყველაფერი ეს წერილები შეაგროვა, ნუ კორექტირება გაუკეთა და შემდეგ გამოსცა ეს წიგნი და ეს მიუღწეველი ქვეყანა აღწერს დეტალურად აი იმ ბოროტებას, იმ რეჟიმის სისხლიან მართლობას, რაც მიშა სააკაშვილის და მახალაიების და ნუ რაღაც ძალების, რაც მაშინ მართავდნენ საქართველოს, აი როგორი ბოროტება ითესებოდა იმ საჯელახსოვრების დეპარტამენტში და
ქართული წმინდა ნიკოლოზ სერბიერის მიმართ აქვს ეს დაწერილი და სერბულ პრიზმაში დაჭრილში აქვს განხილული და გაშლილი ეს საკითხი და ლევანს ეს ყველაფერი იგივე ანალოგიით აქვს დაწერილი საქართველოს საქართველოს მიმართებით და ეს წიგნი არის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი მისი ესე ვთქვათ მისი პიროვნების აღსაქმელად ვინც ამ წიგნს აიგეთხოვს კარგად გაიაზრებს ლევანის პიროვნების შინაგან არსს და სტრუქტურას როგორ აზროვნება ეს ადამიანი როგორ მოქმედებდა რა იყო მისთვის მთავარი ნიშნული ორიენტირი სოფხედელობა მრწამსი და ასე შემდეგ ანუ მის პიროვნებას კარგად შეგაცნობინებს თუნდაც ამ წიგნს გაეცნობი და წაიკითხავ კი ბატონო ფაქტობრივად ყველა ადამიანს ვინც ქართული იდეის ოფისში ადიოდა და არა მხოლოდ ქართული იდეის ოფისში არამედ ბატონი ლევანი თავის წიგნს ურიგებდა ძალიან ბევრ მკითხველს ასობით წიგნი დაურიგდათ მკითხველებს და ბევრ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა რომ გაცნობოდა ამ ნაწარმოებს მიუღწეվել ქვეყანას ეს ნაწარმოები რა თქმა უნდა თავისი არსით არის ქრისტიანული ნაწარმოები მასში მოყვანილი ციტატები მასში მოყვანილი პასაჟები მთლიანად არის აღებული ბიბლიიდან წმინდანთა ცხოვრებიდან აქ არის ნაქადაგები ქრისტიანული ცხოვრების წესი ბრძოლა პირსისხლიან რეჟიმთან რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ ნებისმიერი ინდივიდი გაასწოროს მიწასთან და არ მისცეს მას ნორმალური სრულფასოვანი განვითარების საშუალება და მე ვფიქრობ რომ ეს წიგნი სამომავლოდაც ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას აუცილებლად დაიმსახურებს. მოდით ახლა ვისაუბროთ გეგა თუ როგორ ჩამოყალიბდა ქართული იდეა, როგორ დააფუძნა და ჩამოაყალიბა ლევან ჩაჩუამ ქართული იდეა თავის თანამოაზრეებთან ერთად. როდესაც ციხიდან გამოვიდა ლევანი ესე იგი იყო საუბარი რომ ორად იყო აზრი გაყოფილი მამებსა და იერარქებს შორის ზოგადად გეგა ბოდიშის მოხდით თუ შეიძლება ცოტა ხმა მაგლა რომ ანუ იყო საუბარი იმაზე რომ შეიძლება ის მღვდლად ეკურთხათ ანუ იყო ამაზე საუბარი ლევანი რო ციხიდან გამოვიდა შეიძლება სასულიერო პირი გამختارიყო ემზადებოდა შინაგანად რომ იყო ეს საუბრები და მღვდლობაზე ფიქრობდა და ამბობდნენ გარკვეული სასულიერო პირები რომ მას უჭერდნენ მხარს რომ ლევანი გამختارიყო მღვდელი მაგრამ შემდეგ სხვა საუბრებში ბოლო და მისი მოძღვრის ლოცვა კურთხევით გადაწყდა საბოლოოდ და უწმინდესთანაც ხა ლევანი ძალიან ახლოს იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ უწმინდეს და უნეტარის ილია მეორესთან და პატრიარქის ლოცვა კურთხევით პატრიარქთან ურთიერთობით რაღაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა აზრი რომ ლევანს უნდა იყვაცა საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე საქართველოს პოლიტიკაში და ну ესეთი ორიენტირი აიღო მან რომ უნდა განევითარებინა მრევლის ჩართულობა პოლიტიკაში ანუ არსი მისი მოქმედებისა იყო ეს რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მორწმუნე მართლმადიდებელი აღმსარებელი მაზიარებელი საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და თავდაპირველად პოლიტპატიმრის სტატუსი რომ მას მიეცა და დატოვა ციხე მან ესე იგი პირველად კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ცხადია ეს მას არ ქონდა არანაირი ილუზია ეხლა რომ პრეზიდენტად გახდი და ვინმე მომენტალურად აირჩევდა ხო იმ დროინდელი რეჟიმი და იმ დროინდელი სისტემა მაგას დაუშვებდა მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ნაბიჯი რომ ის შემოვიდა პოლიტიკაში აი ამ ფორმით და საზოგადოების წინაშე წარსდგა ფორმით როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. შემდეგ დაარსა საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული იდეა ჩვენ ყველამ ერთად დავაფუძნეთ ეს მოძრაობა, დავიწყეთ საზოგადოებრივი პოლიტიკური აქტივობა. შემდეგ მიიღეს ახალი კანონი, უკვე ქართულმა ოცნებამ მიიღო ეს კანონი, რომ ესე იგი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უბრალოდ ანუ რასაც არასამთავრობო ორგანიზაციას ეძახიან. აიკრძალა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ამიტომ ეს საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმა შეიცვალა პოლიტიკურ პარტიად.
და ჩამოყალიბდა უკვე როგორც პოლიტიკური პარტია ქართული იდეა, სხვა შორის ესეც ხანგრძლივი პროცესი იყო, იმიტომ რომ მუდმივი ხარვეზები, მუდმივი წინააღმდეგობები ხდებოდა, ბიუროკრატიული წინააღმდეგობები ხდებოდა ამ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, მაგრამ საბოლოოდ 2014 წლის ბოლოს ეს პარტია ჩამოყალიბდა ქართული იდეა და 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ უკვე ერთად მათ მონაწილეობდით. და როდესაც ეს პოლიტიკური პარტია დაფუძნდა, ლევანს თავდაპირველადვე ჰქონდა ეს мотиваცია, რომ დიდი სახალხო ეროვნული ერთობა სულ ამაზე ლაპარაკობდა, რომ ყველანი გავერთიანდეთ, ის ამბობდა ყოველთვის, რომ ეს პარტია ჩემთვის არ არის თვითმიზანი, რომ ეს პარტია არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რასაც ვიყენებ, საშუალებას ინსტრუმენტს ვიყენებ, რომ ეს ღირებულებითი მსახურება, ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მსახურება, რასაც ვაკეთებთ, ხო, რაც არის ქართული იდეა, რა არის, ხო, ქართული იდეა. ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და მონეტარესი ილია მეორე ბრძანებს, რომ ქართული იდეა ეს არის ღმერთი, სამშობლო ადამიანი. ეს სამი მთავარი ფასეულობა, ეს სამი მთავარი საუნჯე და ამოსავალი წერტილია ქართული ადამიანისთვის, რომელიც განსაზღვრავს ქართული ადამიანის საზრის ცხოვრების მთავარ იდეას, რაც უნდა გააჩნდეს ქართულ ადამიანს, ეს სამი ფასეულობა ამ სამი ძალით შევკარითო პატრიარქი ბრძანებს ღმერთი სამშობლო ადამიანი, ეს ქმნის ქართულ იდეას და პატრიარქი ბრძანებს, რომ ქართული იდეა ეს არის ღვთისმსახურება, ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც დაუდგინა ღმერთმა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს, ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერისმსახურება, ზეციური იერუსალიმის დასამკვიდრებლად და სწორედ ქართული იდეის ლოგოზე უკანა ფონი, რომ წინ ფარი და უკანა თეთრი ფონი იყო, აი ამის გამომხატველი, რომ ეს იდეა ქართული იდეის მსახურება, ქართული იდეის განხორციელება მისწრაფის იმ ზეციური ნათლისაკენ, იმ მარადიული მიზნისკენ, ამოცანისკენ, რაც არის ღვთის სამეფო, ღვთის სასუფეველი და ამ იდეის მსახურების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქართული იდეის განხორციელებით ქართველ ერზე მოვიდეს მადლისული საწმინდისა და ჩვენ ამ იდეის მსახურები დავემკვიდროთ ღვთის სამეფო, ღვთის სასუფეველი. აი ამ იდეის განსახორციელებლად ჩამოყალიბდა ეს მოძრაობა, ეს ორგანიზაცია, ამ იდეის მსახურების, ამ იდეის განხორციელების ფორმის, ამ იდეის განხორციელების ინსტრუმენტი და საშუალება იყო კონკრეტულ მომენტში პოლიტიკური პარტია და ამას ამბობდა ყოველთვის, რომ ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ზეპარტიული ცნობიერებით, ზეპარტიული ამოცანებით და ეს მხოლოდ არის ინსტრუმენტი, მთავარი არის იდეა, რომელიც ჩვენში ცოცხლობს, რომელიც ჩვენში არსებობს. შემდგომ ეს პარტია მოგეხსენებათ გაგვიუქმეს ბოლო არჩევნების წინ, მაგრამ მაშინაც ვლაპარაკობდით, რომ ეს პარტია და პარტიული დაყოფა და ორგანიზაცია ეს მხოლოდ ბიუროკრატია, იდეა ჩვენში უნდა ცოცხლობდეს, თითოეულ ქართველში უნდა ცხოვრდეს, თითოეულ ერში უნდა ცხოვრდეს, ერმა უნდა განახორციელოს ეს იდეა, ეს ამოცანა. ერი უნდა ისწრაფოდეს ამ იდეალებისკენ, ამ იდეალების განხორციელებისკენ და ეს იდეალები, ვიმეორებ, რაც არის ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, არის მარადიული ღირებულებები, რაც ქართველ ადამიანში უნდა იყოს ცხოვრების მთავარი წარმართველი ორიენტირები ღვთის სასუფეველის დასამკვიდრებლად და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ პრიზმაში უყურებდა ლევანი ამ მსახურებასა და ბრძოლას და არავითარი სხვა რაღაც პირადი, ვიწრო, პარტიული თუ სხვა ამსოფლიური ინტერესები მას როგორც არის ხოლმე რომ მოიპოვოს ადამიანმა მანდატები და სხვა ესე იგი საშუალებები ამ სოფლიური კომფორტის მოსაწყობად ლევანს მსგავსი რომ არაფერი გააჩნდა მე ვარ ამისი მომსწრე მე ვარ მასთან ერთად მყოფი ამ ბრძოლაში და ამას შემიძლია თამამად და კონკრეტული მაგალითი ხა რაღაცები არის ესე იგი საჯარო საუბარის დეტალებიც არ არის საჭირო მაგრამ ისე მარტივად რომ თქვა მას ჰქონდა უამრავი შემოთავაზება რაზეც მყიცე უარს ამბობდა ყოველთვის უარიზე იყო ის რომ არავითარ შემთხვევაშიო მე ესე იგი ამ იდეას არ გავყიდი და ამ იდეას არ ჩავანაცვლებ რაღაც ამსოფლიური თორემ მერწმუნეთ მას რომ ამ შეთავაზებებს რომ გაჰყოლოდა და მას რომ ესე იგი ამ ცდუნებებზე რომ წამოგებულიყო აბსოლუტურად ის აღარ იქნებოდა არც ეს იდეა და ყველაფერი პროფანაცია მოხდებოდა როგორც ხშირად ხდება ხოლმე მაგრამ ლევანმა ყველა ამ ყველაფერზე ამაღლდა და ფაქტობრივად მართლაც დაამოწმა ეს იდეა დაამოწმა ეს ჭეშმარიტება უერთგულა ამ იდეას და ჭეშმარიტებას სიცოცხლის ბოლო წამამდე
და შეინარჩუნა მასში ცოცხლობდა ეს იდეა და შეინარჩუნა და გაჰყვა კიდევაც მარადისობაში და წარდგება ზუსტად აი ამ პატიოსანი, ამ ღირსეული, ამ კეთილმსახური მოღვაწეობითა და მსახურებით ღვთის წინაშე. მოდით მაყურებელს შევახსენოთ და მათ ვინც არ იცის ასევე უთხრათ რა ბრძოლები გაიარა ქართულმა იდეამ დაფუძნების დღიდან. ესე იგი, ჯერ ეს ერთი იყო ხოლმე უამრავი გამოწვევები პოლიტიკურ ასპარეზზე, რაშიც ყოველთვის ჩვენ თანამონაწილეობდით, ხო, დაწყებული LGBT მოძრაობიდან, რომელიც 2013 წლის 17 მაისს განსაკუთრებული სიმძაფრით აგორდა საქართველოში და მანამდე ცხადია ეს იყო, მაგრამ მანამდე ითესებოდა და უკვე ეს ამ დათესილის აღმოცენება ძალიან გააქტიურდა 2013 წელს და ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა იძახდა, რომ აი ნენელა ქართველი ხალხი ამას შეეჩვევა და თუ არ შეეჩვევა პოლიციის ძალით მოუწევს შეჩვევა 2013 წლის 17 მაისს, როდესაც დაუსვეს მას შეკითხვა ამ სოდომური LGBT მოძრაობის შესახებ, სწორედ ეს პასუხი გასცა, რომ ქართულ ხალხს ნენელა მოუწევს ამას შეეჩვიოსო და აი სწორედ ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ასპარეზზე გამოსვლა და დაწყება იყო ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა, იყო სოციალური პროექტებიც, დახმარება იპოთეკით დაზარალებულთა ლევან ჩაჩუასთან ერთად იყვნენ ის პოლიტპატიმრები, მაშინ გამოსული პოლიტპატიმრები, რომლებმაც დააარსეს სხვადასხვა დაზარალებულთა სოლიდარობა, იყო ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობდა ქართულ იდეასთან, იყო ზალჟვანია, ძალიან დიდი ტანჯვა გამოვლილი პიროვნება, ანალოგიურად პოლიტპატიმარი და ღირსეული ქართველი კაცი, რომელიც ასევე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, აი თან ერთად და სხვა თანამებრძოლებთან ერთად ლევანი და ჩვენ ყველა ერთად ძალისხმევ ღვთისშეწევნით იყო სოციალური ბრძოლა და აქტივობა დაზარალებულთა დასახმარებლად ადამიანებს, როდესაც ბინებიდან ყრიდნენ, გარბოდა ხოლმე ლევანი და პირდაპირ ხელჩართული ამბები იყო ხოლმე ამ პოლიციასთან და გამომსახლებლებთან, რომ ხალხი სახლებში დატოვილიყო. იყო მოგეხსენებათ, ვისაც ეს არ ახსოვს, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს იუენალური ფაშიზმი დააკანონა ქართულმა ოცნებამ საქართველოში და ბავშვები მოსტაცეს და წაართვეს, ქართული იდეის ძალისხმევით კეთდებოდა ესე იგი ფინანსების მოძიება, ადამიანების, ოჯახების უზრუნველყოფა იმისათვის, რომ მათ ეს შვილები დაბრუნებულიყო, მათ ოჯახებში შვილები დაბრუნებულიყო და ქართული იდეის ძალისხმევით ეს ბავშვები ოჯახებს დაუბრუნდა. იყო ხოლმე მთელი გამოსვლები და მხარდამჭერები, როდესაც ნებისმიერ საკითხში ეკლესიის წინააღმდეგ რაიმე მოძრაობა დაიწყებოდა, აგორდებოდა, ყოველთვის ლევან ჩაჩუა ქართული იდეამდეც მრავალი წლის განმავლობაში და მერეც ყოველთვის წინა ხაზზე იყო და ქართული იდეა ყოველთვის ამ ბრძოლაში იბრძოდა. ნარკოტიკების დაკანონება იქნებოდა თუ სხვა უზნეო კანონები, ქართული იდეა ამაში ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო და ყოველთვის ძალისხმევ ვიბრძოდით უცხო ქვეყნებზე მიწების გაყიდვა, აი დღეს რომ აქტუალურია ახლა ეს არაბიზაციის პროცესი, წლების განმავლობაში 2018 წელს მაგალითად ლევან ჩაჩუას, დიმიტრი ლორთქიფანიძის, ჯონდი ბაღათურიას და სხვა პატრიოტიკ მამულიშვილების ერთობა გაკეთდა, ერთობლივი დარაძმულობა, ტარდებოდა რიგი აქციები, მოძრაობები, რომ აი უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე ასეთი დიდი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა შეჩერებულიყო და მაშინ ძალიან დიდი მოძრაობა გორდებოდა, მაგრამ არ ყველანაირი ქართული მედიისა და ესე იგი პროპაგანდისტული საშუალებებისგან ეს იბლოკებოდა, რომ ერში არ გამოწვეულიყო, დარწმუნებული ვარ და ესე ჩანდა ეს ასე, რომ სპეციალურად მიზანმიმართულად ხდებოდა ამ სიტყვის ჩახშობა და ამ პროტესტის ჩახშობა, რომ ამას რაღაცა დიდი რეზონანსი არ მოჰყოლოდა, იმიტომ რომ დიდი ძალა გორდებოდა 2018 წელს, როდესაც ჩვენ ყველანი ვიბრძოდით იმისთვის, რომ ეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება შეჩერებულიყო. მოქალაქეობისა და ბინადრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოქალაქეობის გამკაცრებასთან დაკავშირებით უпростоრად მთელი რიგი გამოსვლები იყო, აქციები ტარდებოდა ხოლმე და სხვადასხვა ხანდოს ხევში, როდესაც შენდებოდა ეს
ენერგეტიკული რაღაც ესე იგი პროექტი კეთდებოდა, როდესაც დიდი ელექტროძაბვის მქონე მაკავშირებელი ხაზების გაყვანა ხდებოდა ხანდოსხეობაში და ეს იყო ძალიან საშიში ესე იგი ონკოლოგიური თვალსაზრისით და სხვა გარდა ეკოლოგიურისა იქ არსებული მოსახლეობისთვის ხელჩართულ ბრძოლებში იყო ქართული დია სულ პირდაპირ დარბევა და ბრძოლა იყო ხოლმე პირდაპირ აი იქ რეგიონში ხანდოსხევში და ჩვენი სულიერ ძმებთან ერთად იქ ვიბრძოდით და იბრძოდა ლევან ჩაჩუა და ყოველთვის ყველა ასეთ ბრძოლაში ყველა ასეთ აქტივობაში ქართული იდეა 2013 წლის შემდეგ, რაც დააფუძნა ლევანმა ციხიდან გამოსulis შემდეგ, ბოლომდე ეს ასე გრძელდებოდა და ამ ბრძოლაში ვიყავით, მაგრამ ყოველთვის ლევანი ამბობდა და ვამბობთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ უნდა ყოფილიყო დიდი სახალხო ეროვნული ერთობა და უნდა გამოსულიყავით ამ ვიწრო პარტიული ასპარეზობიდან დიდ საერთო სახალხო ეროვნულ ერთობამდე და 2024 წლის არჩევნების წინ ეს ერთობა შედგა, ეხლა ჩვენ ობიექტივის ეთერში ვიმყოფებით პატრიოტთა ალიანსთან ერთად, მოგიხსენებათ ჩვენ გავერთიანდით და ეს დიდი ერთობა გაკეთდა და ჩვენ ამაში გამოვხატეთ ეს ნება და საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაცია შეივსო, ხელი მოეწერა იქ მყოფი ადამიანებისგან, რამე თუ ჩვენ ვამბობთ და მომავალში ესე ვიტყვით, რამე თუ ესე წამს, ესე გვჯერა, რომ აუცილებელია ერთობა, აუცილებელია ვიწრო პარტიული ინტერესების ამაღლება, არავითარი პირადი მოტივატორები ადამიანს არ უნდა უჩრდილავდეს აი ამ მთავარ იდეას, რაც არის ქართველი ერის ერთსულოვნების იდეა და ქართული იდეის განხორციელება ჩვენ მხოლოდ მაშინ გვწამს, რომ პატრიარქი როგორც ბრძანებს, მხოლოდ მაშინ გაერთიანდება, მხოლოდ მაშინ აღსრულდება ქართული იდეა, მაშინ განხორციელდება ქართული იდეა, როდესაც გაერთიანდება სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევა. აი ეს შეკავშირება და ეს დიდი ერთობა, რომელიც უნდა მოიცვას ერისა და ბერის ერთობის იდეა, ამაში იბრძოდა ყოველთვის ლევანი, ამაში იბრძოდა ყოველთვის ქართული იდეა და ღვთის შეწევნით და წყალობით ჩვენ დღეს გარკვეულ დონეზე ჩვენ შევძელით გაერთიანება და ჩვენ კვლავ მოუწოდებთ ყველა ეროვნულ ძალას, ყველა პატრიოტულ ძალას, ყველა მამულიშვილს პიროვნულად და ჯგუფურად რომ უნდა გავერთიანდეთ, უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ავმაღლდეთ ვიწრო პარტიულ და ყველანაირ სხვა დანარჩენზე, რაც მიწისკენ და მატერიისკენ განაპირობებს ჩვენს მიჯაჭვასა და ჩვენს ინტერესებს ამ ქვეყნიურისკენ განსაზღვრავს, ჩვენ უნდა ორიენტირი გავაკეთოთ ზეციურზე, მარადიულზე, სასუფევლისაზე და ეძიეთ სასუფეველი და სიმართლე მისი და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ, ხო? სახარების სიტყვებია და ქართველ ერს მართებს ერთსულოვნება მამა ეფრემი ვატოპედის წინამძღვრის იღუმენი, როდესაც იყო აქ ჩამობრძანებული ერთ-ერთ წინა ვიზიტზე, მან თქვა, რომ პატრიარქს როდესაც გამოეცხადა წმინდა ნინო მას ხელთ ეპყრა ყოვლადწმინდა სამების ხატი და იყო დიდი წარწერა ერთსულოვნება და ეს იყო ნიშანი ღვთისაგან, რომ ქართველმა ერმა უნდა იცხოვროს ყოვლადწმინდა სამებისაებრი ერთსულოვნებით. აი სწორედ ეს ერთობა, დიდი ეროვნული ერთობა არის ჩვენი რწმენა, რაც გვჯერა და გვწამს, რომ ქართულ იდეას განახორციელებს. ჭეშმარიტ ამ იდეას და ამ იდეით, ამ ერთობის იდეით უნდა ვიდოდეთ თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად და ამის მსახური იყო, ამ იდეის მსახური იყო ლევანი და ღვთისწყალობით რაღაც დონეზე ეს ერთობა შემდგარია და ჩვენ წამსავს სასუებთ უფალს, რომ უფრო გაფართოვდება ეს ერთობა, უფრო ძლიერი და უფრო მასშტაბური გახდება იმ ჭეშმარიტი ფასეულობების მსახურებისათვის, რაც არის ღმერთი სამშობლო ადამიანი და რაც არის ჩვენი მთავარი ორიენტირი, ღვთის სამეფო და ღვთის სასუფეველი და ამისთვის ღმერთმა მოგვანიჭოს სწორედ ეს ერთსულოვანი ურთიერთსიყვარული და თანამტვირთველობა ჯვრისა, რაც არის ჩვენი ცხოვრება. მნიშვნელოვანი კითხვა მინდა დაგისვათ გეგა. რას ფიქრობდა ბატონო ლევან ჩაჩუა საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ? ლევანი იყო კატეგორიულად მტკიცე მონარქისტი და ჩვენ ყველანი ვართ მონარქისტები, მე პირადად ვარ მონარქისტი და თითოეული ქართული იდეის წევრი არის მონარქისტი, ლევანი იყო მტკიცე მონარქისტი, წერილიც აქვს ამაზე ნამდვილად გამოქვეყნებული სახალხო კონსტიტუციური მონარქიის შესახებ. ქართული იდეის Facebook გვერდზე წერილი გამოქვეყნდა არაერთგზის და გამოქვეყნებულია და შეუძლია ადამიანს, ვისაც საინტერესებს გაიცნოს
ნუ რა თქმა უნდა, როგორც ბრძანებდა ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი, ჩვენ გვწამს, რომ ერზე უნდა გადმოვიდეს მადლის სული საწმინდისა და ეს არის მთავარი იმისთვის, რომ საქართველოს გაბწყინდეს და ამას ჭირდება მირონცხებული მონარქი, მაგრამ გზა არის გასავლელი, ტახტია მოსამზადებელი, ერია მოსამზადებელი ცნობიერად, არ უნდა მოხდეს სამეფო იდეის პროფანაცია. არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ამაზე საუბრობდა, რომ თავარია არ მოხდესო სამეფო იდეის დისკრედიტაციაო. ანუ გაშავება არ უნდა მოხდეს თანამედროვე ტერმინით რო ვთქვათ, ამ ჭეშმარიტად ღირებულების, ამ ფასეულობისა და ამ იდეის. ამიტომ სწორი მიწოდება, სწორი აქტივიზმი ამისათვის საჭირო, სწორი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ცხადია ჩვენი ორიენტირი მირონცხებული მეფეა და ამისაკენ მივემართებოდით და მივემართებით ძალისაებრ და ღვთისშეწევნით. გაიხსენეთ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბატონ ლევანს სასულიერო პირებთან და კონკრეტულად პატრიარქთან. ნუ მე წეგანაც ვთქვი, რომ პატრიარქის რჩევითა და პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა ლევანი ციხიდან გამოსulis შემდეგ, მიდიოდა უწმინდესთან, იღებდა ლოცვა კურთხევას, ეკითხებოდა მას რჩევებს. იყო უერთგულესი შვილი მართლმადიდებელი ეკლესიისა, იყო მრავალი წლის აღმსარებელი და მაზიარებელი, მორჩილი და შეიძლება ითქვას სამაგალითო დამოკიდებულება გააჩნდა მას თავის სულიერ მოძღვართან და სიყვარული თავისი სულიერი მოძღვრის მიმართ. მორჩილება, აი ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენთან იყო მღვდელი მიქაელი ღუღუნიშვილი და მასაც ლევანის უახლოესი მეგობარი, რომელმაც ძალიან ბევრი დრო გაატარა ლევანის სიცოცხლის ბოლო დღეებში და ბოლო თვეებში ლევანთან ერთად და ესეც აღნიშნავდა მამა მიქაელი, როგორი მოკრძალება, როგორი პატივისცემა, როგორი მორჩილება გააჩნდა სასულიერო დასის მიმართ ლევანს და ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან ფასეული და სწორედ ესეთი უნდა იყოს, მე ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი და აუცილებლად პოლიტიკოსი, ხო, პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს მორჩილება სასულიერო პირისა და უნდა მასზე უპირატესის სიტყვის გამზიარებელი და აღმასრულებელი უნდა იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ლოცვა კურთხევის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები ჭირდება საქართველოს, ვინც სწორი წყემსების მიერ დამოძღვრილი და დამწყემსული ემსახურება ერს და ქვეყანას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასეთ დროს მოდის სულიწმინდის შეწევნა, ასეთ დროს მოდის სწორი აზრი, სწორი გადაწყვეტილება და შეწევნა სწორი და კეთილი მართალი საქმეების აღსასრულებლად. ამ მორჩილებას აქვს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ეგზისტენციალურად დიდი მნიშვნელობა ადამიანის და მათ შორის ცხადია პოლიტიკოსის ცხოვრებაში. დაახლოებით 5-6 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე, მინდა კიდევ მოვასწროთ რამდენიმე შეკითხვა, მაგრამ ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, ერთგვარად რომ შევაჯამოთ. აი თქვენი აზრით, რა არის ლევან ჩაჩუას ბრძოლის მთავარი მონაპოვარი? მე ვფიქრობ, ამ ყველაფერთან ყველაფერი ისმე რაც თქვი და რაც ვილაპარაკე, მთავარი მონაპოვარი მისთვის პიროვნულად უპირველესად არის აი ეს ღვაწლი, რითაც მე მწამს რომ ის ცხონდება და სასופლოს დაიმკვიდრებს, რადგან მას ჩემთვის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ დღესვე წავიდი ამ სოფლიდან, დღესვე გარდავიცვალო თუ ეს ღვთისნება, თუ ჩემს ცხონებას ეს ასე სჭირდებაო. აი პირად საუბრებში ვთქვამს ეს. უპირველესი მონაპოვარი, უპირველესი საუნჯე და მიზანი ჩვენი მყოფობისა საუბრის დასაწყისში, როგორც ვთქვით, არის ღვთის სასუფეველი. ამისთვის ცოცხლობს ადამიანი, ეს არის ადამიანის არსებობის დანიშნულება, რომ ის ცხონდეს, ღმერთთან დაიმკვიდროს. და ამ ქვეყნიურ არსებობაში, ამ ქვეყნიურ ასპარეზზე, რაც მან დათესა და რა ნაყოფებიც მათ მოიმკო ამ ბრძოლების ასპარეზზე, უამრავი გაკეთებული სიკეთე, რომელსაც მომავალში ხალხი გააცნობიერებს. თუნდაც ეს დიდი ერთობა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ შედგა, ლევან ჩაჩუას უზარმაზარი ძალისხმევითა და უზარმაზარი დათმობების შედეგად მოხდა, როდესაც მან თუნდაც პარტია სრულიად გააუქმა. ხო, პარტიაზე თავდაპირველად უარი თქვა პარტიულ ბრძოლაზე, პარტია შემდგომ ქართულმა ოცნებამ გააუქმა იურიდიულად, მაგრამ ლევანმა თავად თქვა, რომ მე უარს ვამბობ პარტიულ აქტივიზმზე, მე უარს ვამბობ ბრძოლაზე, ოღონდ ჩვენ გავერთგანდეთ და ამაზე გამოვიდა და საჯარო თქვა. ანუ სრულიად უარი განაცხადა ვიწრო პარტიულ ჩვენ ყველანი ერთად დავდექი და ვთქვით, რომ ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ჩვენ გავერთგანდეთ და გამოვდივართ
ამ პარტიული ველიდან და ყველას ხელს უწვდით და შემდგომ ალტინფო როდესაც გააუქმეს პოლიტიკურად მას პირდაპირ აჩუქა ლევან ჩაჩუამ ხო ყველამ კარგად იცის ეს პოლიტიკური პარტია და შემდეგ ქართულმა ოცნებამ მიურიდულად გააუქმა ქართული იდეა მაგრამ ჭეშმარიტ იდეას ვერასდროს ვერავინ ვერ ძლებს და ვერ გააუქმებს ეს ცხადია და აქედან გამომდინარე ლევანის მონაპოვარი არის ის დათესილი სიყვარული ის დათესილი ერთობა რომელიც მან აღასრულა რომელიც მან განახორციელა და მე მწამს ღვთის სასვება მაქვს რომ უკვალოდეს არ ჩაივლის და თავის ნაყოფი კეთილი ნაყოფი ამას ექნება და უპირველეს ყოვლისა ისევ ვიმეორებ მისი ცხონების საქმეში იქნება ეს დიდი მონაპოვარი და ღმერთი ამით მას შეიყვანს წმინდათა თანა და ამკვიდრებს გეგა რის მიღწევა სურდა საქართველოში ლევანს ყველაზე მეტად რას ამბობდა ამის შესახებ პირად საუბრობს აი ლევანის თავარი ორიენტირი და თავარი მიზანი ყოველთვის იყო და ვამბობდი ჩვენ ამას სულიერ ზნეობრივად გაწონასწორებული ქრისტიანული საქართველოს იდეა ხო ღვთის დიდებაში ანთებული საქართველო ღვთის სამეფოს ზეციური სამეფოს სტანდარტებით წარმართული მიწიერი პოლიტიკა ქრისტიანული პოლიტიკა იგივე ნიკოლოსები რომელიც წეგან მე ვახსენე და რომელზეც საუბრობდი ის ამბობს რომ არსებობს ქრისტიანული და არაქრისტიანული პოლიტიკა აი ლევანი ცდილობდა რომ ქრისტიანული პოლიტიკა ეწარმოებინა და ზეციური სამეფოს მიზნები ზეციური პოლიტიკის ამოცანები და სამეფოს ამოცანები მიწიერ პოლიტიკაში და მიწიერ სამეფოში აღესრულებინა და ზეციურ სამეფოსთან სინერგიით წარემართა მიწიერი პოლიტიკა რომლითაც ჩვენ ამ ერთობაში შევძლებდით ერის ღვთის სათნომყოფობას ეს იყო ლევანის ამოცანა და ჩვენ ყოველის ამოცანა ვინც მისი თანამებრძოლები ვიყავით და მასთან ერთად აღვასრულებდით ძალისაებრ ღვთის წყალობით რა თქმა უნდა რამე თუ ჩვენი ძალებით ვერასდროს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ არანაირი ამის ილუზია არ გვაქვს ღვთის მადლითა და წყალობით დიდება და მადლობა უფალს აი ეს იყო ჩვენი мотивация და ამისთვის ვიბრძვით და ღმერთმა შეგვაძლებინოს ჩვენ წამს და გვჯერა აი ამ იდეისა და ამის მსახურების არს ძალისაებრ ვაცნობიერებთ 2 წუთი დაგვჭა კიდევ ერთი კითხვა მინდა მოვასწროთ როგორია მოძრაობა ქართული იდეას წევრების გეგმების ამომავლად ერთსულოვნება ჩვენ ვამბობთ ჩვენ ყველანი ვინც ქართულ იდეაში ვიყავით ვამბობთ და ვაცხადებთ ყოველთვის ვიტყვით ამას ბოლომდე ღვთისშეწევნით რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთად ეს უნდა იყოს ზეპარტიული ყოველგვარი მიწიერზე აღმატებული დიდი ერთობა და ამ ერთობით ჩვენ უნდა გამოვიხსნათ და დავიბრუნოთ საქართველო და წარმართოთ საქართველოს გზა და ეს იდეა უნდა განვახორციელოთ ჩვენში უნდა იცოცხლოს ამ იდეამ ქართულმა იდეამ და ჯერ ჩვენშია ქართული იდეა და შემდეგ ჩვენგან უნდა ძალისაებრ ეს იდეა უნდა განვახორციელოთ ამ იდეას ხორცი უნდა შევასხათ და ამისათვის უნდა ვიღვაწოთ და ვიშრომოთ და უნდა ვილოცოთ ლოცვის გარეშე ვერაფერს ვერ შევძლებთ და ლოცვა თვინიერ საქმისა ხო არაფერია მაგრამ ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს საქმე და ლოცვა და საქმე ორივე ერისკაცი როდესაც ჩვენ ხარ ერისკაცმა უნდა შეუთავსოს ერთმანეთს ლოცვა მოუკლებლად ილოცვიდეთ და ამავდროულად ჩვენ უნდა აღასრულებდე საქმეს ძალისაებრ და ღვთისშეწევნით აი ამ ორი სინერგიით ლოცვითა და შრომით ჩვენ უნდა შევძლოთ ქართული იდეის განხორციელება და უფალი ამას შეგვეწიოს და დაგვეხმაროს ერთმა მარადიული სასუფეული დამკვიდროს ბატონი ლევან ჩაჩუას სულს ნამდვილად ღირსეულად იბრძოდა წლების განმავლობაში და მთელი თავისი ცოცხლე მიუძღვნა უფლისა და სამშობლოს მსახურებას მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც მიუსამძიმრა ოჯახს მის მეგობრებს ვინც შეძლო და მოახერხა პანაშვიდებზე და აგზალვაზე მოსვლა ვინც ვერ შეძლო მათაც მადლობა ვინაიდან ვიცით რომ დიდი სურვილი ჰქონდათ ამისა მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს მადლობა სრულიად საქართველოს პატრიოტთა ალიანსს იმ დობისთვის რომელიც გამოგვიცხადეს მადლობა ტელერადიო მაუწყებლობა ობიექტივს მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს მადლობა გეგა ხვედელიძეს ასეთი არაჩვეულებრივი გახსენებისთვის და ანალიზისთვის უკეთესი ხვალინდელი მომავლის იმედით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.